საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ ამ ტკივნეული მენსტრუაცია ეს არის ნორმალური ფენომენი, მაგრამ ეს ნამდვილად ესე არ არის. მოსათმენი და ასეთი. რადგან ტკივნეული მენსტრუაციის უკან შეიძლება იდგეს ისეთი სერიოზული გინეკოლოგიური დაავადება, როგორიც არის ენდომეტრიოზი. ასევე ტკივნეულ მენსტრუაციასთან ერთად ალბათ უნდა განვიხილოთ ეგრეთ წოდებული მენსტრუაციის წინა სინდრომი, რომელიც ასევე ქალის ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და ალბათ განსაკუთრებულ აქცენტს მე გავაკეთებდი მენსტრუაციული ციკლის გადაცდენებზე, როდესაც არ აქვს რეგულარული რიტმი, არ არის ჩამოყალიბებული, რადგან ხშირად ეს მდგომარეობა ასოცირდება პოლიცისტური საკვერცხების სინდრომთან, რომელსაც რა თქმა უნდა ციკლის დარღვევის გარდა თან ახლავს ჭარბთვიანობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ მენსტრუაციული ციკლის დარღვევის დროს ქალის ორგანიზმში არ ხდება კვერცხუჯრედის მომწიფება და თუ კვერცხუჯრედი არ მომწიფდა, ცხადია განაყოფიერებას არ ექნება ადგილი და მენსტრუაციული ფუნქციის კარდინალური მოვლენაც ალბათ სწორედ ოვულაცია გახლავთ, რომლის გარეშეც განაყოფიერება შეუძლებელია და ადამიანის გამრავლება შეუძლებელია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოზარდობის პერიოდში, რომელიც რეალურად წარმოადგენს პერიოდს, როდესაც ხდება არა მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის ფუნდამენტების, ასე ვთქვათ, დაგროვება და ჩამოყალიბება, არამედ ეს არის პერიოდი, როდესაც ყალიბდება რეპროდუქციული ჯანმრთელობა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია უკვე შემდგომში რეპროდუქციული ფუნქციის რეალიზებისათვის